უმუშევრობა, პროდუქტების და მედიკამენტების სიძვირე, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და მძიმე სოციალური ფონი. ეს ის პრობლემებია, რომელთა შესახებაც თელავის მოსახლეობა საუბრობს. ადგილობრივები ხელისუფლებას ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ. ეგეთ სამლებსაც წერავენ შვილო 225 ლარი 200 ლარი პენსიას ავიღებ მე რა უნდა ვიყო ხოჭამა მინდა გადასახადები ყველაფერი ცეცხლი ძალიან დიდი ფასებია აი ახლა ნემსები მაქვს გამოწერილი და 100 ლარი მჭირდება 10 ცალემაში და პენსიონერ ადამიანს წამლების ფასები უნდა გადაიხედოს თორე ექიმის მომსახურება ნამდვილად ნორმალური არის ძვირი გვიჯდება ძალიან და უბრალოდ ეს გატეხილი რო არის ეს ესეც შეცვალა აი 200 ლარი ესაჯდება მე პატარა რაღაცეები ძალიან ძვირი და ვერ აბა 1000 ლარი მაინც დამჭირდება ეს შეცვალა აი ეს რო გავატარვე ჯერ კი მაქვს 1-2 თვეების ვადა მაგრამ მე რაღაცა გავატარვე ყველაფერი მოსაგვარებელია რა არის ერთი მოგვარებული მითხარით პრიორიტეტულად რას გამოყოფს თქვენ? ყველაზე მეტად მიჭირს მე წამლების ყიდვა გენაცვალე პენსიონერი ვარ და ხო და ავიღებ იმ ეხლა 200 ლარი ავიღე მართალია მაგრამ ის წამლებში არ ამყოფნისება და არაფერი არ არის მოგვარებული აქ თელავში კიდე განსაკუთრებით ვინ რას აგვარებს გამოკითხული მოსახლეობის ერთი ნაწილი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად თელავში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უმოქმედო შუქნიშანზეც მიუთითებს და ყურადღებას მოსალოდნელ საფრთხეზე ამახვილებს. თუმცა ბევრისთვის პრობლემა ზოგისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვისაც. ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა გარკვეული დროის მონაკვეთში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაკვირვება ეწარმოებინა და დაეფიქსირებინა თუ როგორ მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები და ავტომობილები ერთდროულად. ყოველგვარი დაჯარიმების გარეშე. ნუ ახლა პრობლემა იცით რა არის, აქ ძალიან ბევრი მძღოლი მაგალითად აჩერებს, გვითმობს გზას გადავდივართ, ჩვენ მადლობას ვუხდით, ჩვენ რა შევიძლია. იქნება მოწესრიგებული, არავინ არ არღვევს. მე მაგალითად არასდროს დამირღვევია გავჩერდები. ამინთებს გავარ. ანუ რეალურად არ ანთებს და როგორ ხვდებით ეს შუქნიშანი არის გაფუჭებული, როგორ ხვდებით როდის უნდა გადახვიდეთ, მანიშნებელი არ მუშაობს. არ მუშაობს, მაგრამ ხოვიც იქიდან ჩამომდინარე, აქედან მომდინარე რო შეწყდება იმ პერიოდში გადავდივარ. ამან უნდა დამითქმოს. ანუ პრობლემას არ გიქმნით მოუწესრიგებელი შუქნიშანი? არა. გადმოიფინე გზაზე. მანიშნებელი არ არის, ანუ რამდენად პრობლემას გიქმნის, როგორც ფეხით მოსიარულე, ის რომ შუქნიშანი არ მუშაობს. პრობლემურია, რავი. როგორ მიხვდი, ანუ როგორ უნდა გადმოსულიყავი, მანიშნებელი არ მუშაობს. არ ვიცი. კი, უნდა მოწესრიგდეს კი. ანუ როგორც ფეხით მოსიარულესთვის თქვენთვის საფრთხე შემცველია? არა. შეთვის არა. ანუ თქვენი ძახთ იმას, რომ მოუწესრიგებელი შუქნიშანი საფრთხეს არ გიქმნით თქვენ გადასვლის დროს. მე არ მიხვნის, მაგრამ ეხლა სხვა შეუხნის. ზუსტად ეგენი გვიშლიან ხელს ჩვენა. რო გამოვდივარ, არაციცე ისა მწვანე მინცია, გადმოსვლა მინდა და არაჩერდებიან, მაინც გადიან. არ გვაცდიან რომ გამოვიდეთ, ძალა უნდა ვაჩერებთ მანქანას და მეშინია უკანიდან არავინ არ დამეჯახოს. ისე რომ ფეხით მოსიარულეები უფრო არ ღვევენ წესებს. მოსახლეობის მიერ დასახელებულ პრობლემებს შორის ჯანდაცვის მიმართულებაც გამოიკვეთა. თელავის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე მოსახლეობის კრიტიკის საპასუხოდ 2019 წელს ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსებულ პროგრამებზე საუბრობს. კი ბატონო, ჯანდაცვის მიმართულებით მოგახსენებთ, რომ გასულ წელს 2018 წელთან შედარებით დაფინანსების ოდენობები არის გაზრდილი ყველა პროგრამაში. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ
მედიკამენტების აფინანსება გასულ წელს ქონა 200 ლარის ფარგლებში, წელს უკვე გვაქვს 300 ლარის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით უკვე ჩვენ ამ კონკრეტულად მედიკამენტების პროგრამით, მედიკამენტების სარგებლობისათვის მოგმართა განცხადებით 97-მა მოქალაქემ, ანუ ეს პირველი იანვრიდან დღემდე და უკვე სრულად არის ყველა განცხადება დაკმაყოფილებული და თანხმობრივად შეადგენს 24,000 ლარზე მეც. წლიდან წლამდე ხელისუფლებათა ცვალებადობის მიუხედავად ელაველების პრობლემები ნაკლებად იცვლება. რამდენად მოაგვარებს მოსახლეობის პრობლემებს 2019 წლის ბიუჯეტი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.